ზესტაფონს ბელგიაში ბრიუგესთან UEFA-ს ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა აქვს. გიორგი ჭიაბრიშვილმა ბელგიაში 19 ძირითადი ფეხბურთელი ჩაიყვანა. საღამოს კი იან ბრეიდელზე გუნდის ღია ვარჯიში და მთავარ მწვრთნელთა პრესკონფერენციები გაიმართა. ქართველებმა იან ბრეიდელზე სრული დატვირთვით ივარჯიშეს. წვრთნას დაესწრო კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია, რომელიც ზესტაფონს ბრიუგეში შეუერთდა. შეხვედრის დაწყებამდე ზესტაფონელებმა ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ წინ დიდი ბრძოლა ელოდებათ და გამარჯვებისათვის თავს არ დაზოგავენ. დღევანდელ ვარჯიშს რაც შეეხება, კაი განწყობა, კარგად ვივარჯიშეთ, კაი განწყობაა გუნდში. თამაშის შედეგს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, არაფერი დაკარგული არ არის, პირიქით 3-3 ესეთი ანგარიშია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე, ჯგუფში ზესტაფონმა იასპარეზოს. ქართული კლუბებს ეს გუფუნება იშვიათად გვაქვს, რა თქმა უნდა. და ვეცდებით, რა ვიცი, ჩვენთვის ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა, თუ ჩავჯდებით ჯგუფში, ყველაფერს გავაკეთებთ. მეტი სტიმული იქნება, რაც შეეხება შანსებს, ვფიქრობ, რომ 50-50-ზეა, ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ძალიან სერიოზული მატჩი გველის და ჩვენ ვეცდებით, რომ ყველანაირად გადავლახოთ ეს ეტაპი. დასაკარგი არაფერი არ გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე ყავს, სერიოზული. მოწინააღმდეგე მოგებაზე ითამაშებს, ეს ალბათ ჩვენ წისქვილზე დაასხოს ყავს, იმიტომ რომ ძნელი არის, როდესაც გუნდი ჩამჯდარ ფეხბურთს გეთამაშება და კარის უსაფრთხოებას ზრუნავს. თავის ჩვენ პირდებით ჩვენს გულში მატკვირებს, რომ მაქსიმალურად შევეცდებით. თავი დავდოთ. აქ უკვე ბევრი რაღაცის არც ფიქრის დრო არ არის, უნდა გამოვიდეთ, უბრალოდ ვითამაშოთ, რაც დავგეგმოთ, ის გავაკეთოთ და ვისიამოვნოთ ფეხბურთით. ვიმედოვნებთ და ნამდვილად ვიცი ატმოსფერო საფეხბურთო იქნება ყველანაირად და ეს არ დაგვძაბავს პირიქით საფეხბურთო იქნებით და ვითამაშოთ ჩვენ თამაშს, რაც შეგვიძლია გამოვიდეთ, გავაკეთოთ. ზესტაფონი ბრიუგეს შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია Argo 22 საათსა და 30 წუთიდან შემოგთავაზებთ. დამოუკიდებელი სკოლა გიმნაზია ორნატი ახალი სასწავლო წლის განახლებამდე მოსწავლეთა კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნისათვის ზრუნავს. 200-ზე მეტ მოზარდს 15 სექტემბრისათვის ორნატში ბოლომდე კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, საჭირო ტექნოლოგიით აღჭურვილი კაბინეტ ლაბორატორიები და ახალი ინვენტარი დახვდებათ. შეიძლება ითქვას, რომ ახალი სასწავლო წლისათვის სრულიად განსხვავებული სკოლა დახვდება ჩვენს მოსწავლეებს. სკოლა ძირითადად აქცენტი გადაიტანა საგანმანათლებლო დაწესებულებების სტანდარტების შესრულებაზე. ძირითადად ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ. სკოლაში სიახლეა ისიც, რომ ცნობილია, რომ ჩვენ სკოლაში ცხოვრობდნენ დევნილები, რომლებიც მესამე სართული ეჭირათ შენობის, გავიდნენ ეს დევნილები შენობიდან და ამჟამად სულ ჩვენს ხელში გადმოვიდა მთლიანად ეს სკოლის ფართობი 1300 კვადრატული მეტრი. დავაყენეთ ვიდეო თვალები მოსწავლეთა უსაფრთხოების თვალსაზრისით, გავაკეთეთ ინდივიდუალური მერხები, შევიძინეთ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ანატომიის ლაბორატორიები. ასევე ყავდა სამედიცინო დახმარება არ ჰქონდა და ამჟამად ექიმიც ყავს სკოლას და სამედიცინო დახმარების ოთახი გავხსენით. სკოლა გიმნაზია ორნატში ახალ სასწავლო წელს 21 კლასელი დაიწყებს სწავლას. გიმნაზიაში პირველი და მომდევნო საფეხურის მოსწავლეებისათვის საჭირო და პრიორიტეტული პროექტები შემუშავებული აქვთ. საგნობრივი კათედრების საზრუნავის სამომავლოდ გაწერილი გეგმების განხორციელება და მისი მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისობაში მოყვანაა. კათედრები მუშაობენ ახალი სასწავლო წლისათვის. კათედრებზე მოხდება მასწავლებელთა სილაბუსების დამტკიცება და შედგება ვადგენთ უკვე მუშაობთ ახალ სასწავლო გეგმაზე და ამ სასწავლო გეგმაში აისახება ყველა ის პროცესი, რომელიც მთელი წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს სკოლაში და აი ამ სასწავლო გეგმის მიხედვით ჩვენ ვიმუშავებთ მთელი პედაგოგიური კოლექტივი, დირექცია და ჩვენ ვეცდებით, რომ აი რეფორმა
ისა რეფორმისათვის ეს რეფორმა გატარებული იქნას სკოლაში, როგორც არის სტანდარტებით მოცემული. სკოლა გიმნაზია ურნატის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს კატის სისტემის პირველი საატესტატო გამოცდებიც. შედეგების შეჯამების შემდეგ საშუალო ქულა 8-ს და 1/1000-ს შეადგენს. წინასწარი მონაცემებით მაღალია ასევე აბიტურიენტთა მიღწევები ერთიან ეროვნულ გამოცდებშიც. რაც შეეხება ურნატის პედკოლექტივს, მათგან 11-მა სასერტიფიკაციო გამოცდებში სცადა ბედი და ზღვარიც გადალახა. ახალი სასწავლო წლიდან ურნატის მოსწავლეები ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის გარდა გაუთვალისწინებელ პროგრამებსაც შეისწავლიან. საჭირო რესურსები უზრუნველყოფით, მათ შორის ერთ-ერთი გობელინის ხელოვნება იქნება. სიახლე მე-11 კლასელებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციითა და განათლების სამინისტრის გადაწყვეტილებით ახალი სასწავლო წლიდან პროგრამაში ახალი საგანი ჩაისმება. საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების წესები. ეს არის თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების სინთეზი, რომელიც მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს და რომლის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ ახალგაზრდას უფლება ენიჭება 18-ის ნაცვლად 17 წლის ასაკში თეორიული კურსი ჩააბაროს. ახალი საგნის მასწავლებელთა ტრენინგები მეორე საჯარო სკოლაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. უმაღლესი დრო არის იმისათვის, რომ ერთი ეს პროგრამა რაც არის მოცემული ახალ სახელმძღვანელოებში, რომელიც გამოსცა განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საკმარისი მასალა არის მოცემული, ძალიან კარგად არის დამუშავებული თეორიულადაც და პრაქტიკულადაც. ამ პროექტის განხორციელებამ მოგვიწევს ჩვენ უკვე გადამზადებულ დატრენინგებულ მასწავლებლებს და უფლება გვექნება თავისთავად ვასწავლოთ მე-11 კლასელებს. მივცეთ ასეთი ძალიან კარგი შანსი და საკმარისია, იმიტომ რომ ძალიან ფრთლად არის მოცემული როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები ტესტების სახით და სრულიად საკმარისია, რომ იმუშაოთ მათ ამ ტესტებს და მიიღონ მათთვის სასურველი მართვის მოწმობები. სასწავლო წლის ბოლოსათვის მე-11 კლასელებს საშუალება ექნებათ მართვის მოწმობის მისაღებად თეორიული კურსი ჩააბარონ, თუმცა ამ შემთხვევაში გამოცდაზე გასვლის შანსი მათ მხოლოდ ერთხელ აქვთ.